მოგესალმებით. ჯიმიდან ნიკოს გამარჯობა. დღის ხუთშაბათი როგორც წესი დარიგია ისე ზუკა არის ჩვენთან ერთად. გორიზე საპატიო მიზეზი აქვს. საპატიო მიზეზი აქვს, არ იმყოფება საქართველოში. კაი კონჩი, ამიტომ არ ვიტყვი სად არის მშურს მისი იმ დღეს აქციაზე ვიყავით ერთად გასაშუქებლად 3 საათია და გვერდზებს ხედავთ და რაღაც ეს ყურჩა მოყრილი ის და მეთქი ავდათ დაიღალე კიო თან ხვალო მიუფრინაო ევროპაში ზღავს მithwe მეთქი უკან მიმაკ ყველანაირი მოკითხვა და სითბო იმიტომ შემშურდა. ქორიძის ის ვიდეო ნახე თავზე ორთქლირულაზდი ის. რაც ვიდეოები გავამზადე აქ იმიტომ აქ აიპედი რომ რაზეც ვილაპარაკებთ ის გავშვა ხოლმე მაინდა მოარტყი პირველივე რომელიც არის ერთი ვიდეო სადაც ქორიძეს თავზე გოლიასტის ეგ ძალიან მაგას შენ მიხედავს ეგ ძალიან მაზალო ვიდეოა და აი ეგეთი აღფრთოვანებით უყურებდი თავის დროზე აი ეს ძალიან რაგბით რო დავინტერესდით რაგბისტებიც რო შერკინება რო გახურდება ხოლმე და ზამთარია აი ბევრს რო აწვება ხო იქაც ეგრე ათითო ხშირი ამის თქლის ჩვენც როდის აგვივა ეგ ხშირი როგორი ის არის როცა ვიწყებთ ხუმრობის ხასიათი აი დავიწყოთ იქიდან რა ზოგადი განწყობა როგორი არის ქალაქში და ეს არის მეგონი იმის და მიუხედავად აი რაც პროევროპული აქციებისკენ ახარ თუ რა თქვინდა ყველა მხრიდან ძალადო ყველა ცუდ ხასიათზეა უკვე მეორე კვირა იმის გამო რაც ხდება არავინ არ არის ვისაც შეხვდები როგორ ახარ და რაღაცა კი არავინ ეგრე არა ვარ და თან ახლა დაждები სალაპარაკო და ეხა რო შემოდიოდით ეხა გავიგე რომ ვატო ბჟალავა ჩემი მეგობარი გაიტაცეს აბაშიძიდანო გაიტაცეს პოლიციამ სავარაუდოდ ამ წუთას არ ვიცით რა ხდება გარდა ანუ ვიცით რომ პოლიციამ მოვიდა ძალს ასეირნებდა ხეზე მიაბმენეს და დამთრგუნავი არის აი თვითონ ეგ დაკავების ფორმა ხო აი ჩაფუნაშვილიც ის ექიმიც რო დააკავეს ხო აი რაღაცნაირად იფიქრებ რომ აპატიმრებენ აკავებენ უსერიოზულეს დამნაშავეს ტერორის რაღაცის და ბოლოს აღმოჩნდება რომ ადმინისტრაციული იმის სამართალდამღებაზია ლაპარაკი და რაღაც ფულადი ჯარიმით შემოიფარგლებიან და უშვებენ და აი რომ დაიბარონ დარწმუნებული ვარ ხო მივლენ და ჩვეულებრივი ან რა ვიცი არა უბრალოდ ეგრეა საჭირო იმედი ეს შემთხვევაც ისეთია რომ არას რაღაც სისხლის სამართლის საქმეზე არის აღძრული საქმე ხო მაგრამ აი ის რომ ექსტრემალურად რაღაც ქუჩაში ზაღლით მიაბმევინეს ბოძზე და ანუ რაღაც ალბათ ძალიან გავს ეს ტერორის რაღაც ფორმას ხო თან თუ გავითვალისწინებთ რომ ეხლა გუშინ შემხვდა რამდენიმე კომენტარი იცი როგორი რომ როდის დამთავრდება ეს ნაცქოცობა თუ რაღაცა და რომელიც რაც იმას ნიშნავს რომ ესე რო ხარ რა რომ იგივე ნაციონალების დროს სახელმწიფო რო დანაშაულს ჩადიოდა ხო არავინ არ გამოდიოდა და ამოდორეს შევარდნაძეც დასრულდა არა იმ წუთას ვინც ჩადიოდა იმის წინააღმდეგ და იმის გასაგონად იღებდი ხმას და თან მე რა კომენტარებში უყურებ ხოლმე რომ ხანდახან რა რას ამბობენ და თქვათ ერთი შემხვდა რომ ხომ არა ეს ახალგაზრდები ვინც დააკავეს ხომ მოლოტოვებს ისროდნენ ან გვერდზე იდგნენ და არავინ მოლოტოვებს არ ისროდა არის უამრავი შემთხვევა რომელიც აი მოდი ერთს გავხსნი ვიდეოს ჩვენი ცაგოს ამბავი ვთქვათ რომელიც დავით საგარელი ჩვენი კოლეგა რადიო თავისუფლების ერთ-ერთ ნაცემ ჟურნალისტებს შორის არის არავიზე მეტად არ არის ნაცემიდან ფეხზე იდგა და მოკლედ არა განსაკუთრებული სისასტიკით არ გასწორებიან მაგრამ როგორ არ გასწორებიან აი სისასტიკით შეიძლება არ არის მაგრამ განსაკუთრებული ცინიზმი აი შეხედე ტიპი მიდის თავისთვის აჰა აი ვიდეოს თავ აი ეს ნაცრისფერ ლურჯი ფუტკილუაცია უცებ აი მოვიდა თავში ჩახრა და და თავში არა თავში არა მაგას გეუბნები ცინიზმით რატო არის იცი აი მუცლის ღრუში ურტყავს ხო აი ეს ის ვინც ურტყავს მიზან მიმართულად ურტყავს ანუ ეს თავისთვის მოდის ჩასხო და გამოიარა ეს რამ ძალის გადამეტება აი ღვიძლში დარტყმით შეგიძლია როგორც აი სახეში დარტყმით კარგი ნავარჯიშები დარტყმით დაყენებული დარტყმით გათიშო კაცს თუ ნაცებზე და ქოცებზე ისე ვლაპარაკია აი ნაცებზე გადავიდეთ კობახაბაზე მგონი არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი მაგრამ ნუ თუ რაღაც არის მე მგონი ახლების არ არის არ ვიცი სად არის რა მნიშვნელობა აქვს აი აჰა ესა ნახე გაკ ხო კი როგორ რას ქვია ვიცი რო გაკ მაგრამ აი ნახე დაგდება უკვე გათიშო ადამიანს სახეში ურტყამენ წიხლს ზევიდან ახტება მეორე აი ნახე ეს არის რამეში ჯდება იმიტომ რომ ამის პარალელურად მე არის ხოლმე რომ აი რაღაც თქვა ლევან გიგინეიშვილი გამოვა და იტყვის რომ თავშეკავება რომ უნდა ჩვენ
და მე იმედზე ვთავ ხოლმე და ლიბერალური ფაშიზმი და ბულინგის საშინელებაზეა ლაპარაკი. მე მირჩევნია რომ ვიღაცამ სიტყვით მაბულინგოს ვიდრე დავარდნილს თავში წიხლი ჩამარტყას და მე ზურგზე მახტეს. თუ ასარჩევად მექნება საქმე 10-დან 10 შემთხვევაში, ავირჩე რომ მოდი ჯიმიმ დამაბულინგოს, იმიტომ რომ პასუხს გავცემან, არ გავცემან რაღაცა, მაგრამ ჯიმი რომ დამახტეს თავზე აი ეს თავზე არის განსხვავება რომ მოქალაქე როცა რაღაცას ამბობს და აკეთებს და არის როდესაც სახელმწიფო გიშვება ამას. რანაირად თან ერთსაც ვიტყვი და ბოდიში ყოველ ჯერზე ვცდილობ ხოლმე რომ გავიმეორო რომ რატო ხდება ეს ყველაფერი. როცა ამბობ რომ მეიდანი არ გვინდა, წინაზეც მაგაზე ვილაპარაკე, მაგრამ ეხაც ვიტყვი და შემდეგ კვირასაც ვიტყვი. ეს დაიწყო ირაკლი ყობახიძის განცხადების შემდეგ. ეს არ დაწყებულა აჟიტირებით, არ გამოსულან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, უბრალოდ გამოვიდნენ და ვერ გამოიყვანეს ხალხი ქუჩაში. შემდეგ ირაკლი ყობახიძემ დაჯდა და გამოიყვანა. როცა თქვა რომ კურს ვცვლით საქართველოს. თუმცა თვითონ ისინი იტყვიან რომ ცხადია ეს არ უთქვამს და სხვა მიზეზები მოყავთ რატო არ არის ესე, მაგრამ გამგებმა გაიგო ერთი და მეორე იქვე თვითონაც ამბობენ რომ სწორედაც ეგრე, ანუ ორი მესიჯ ბოქსი მოდის, რომ ერთი რა გაადრაკეთ, ანუ იმედზე გადავრდე და მართლა ჩელებინსკში ხო არ გავიღვიძეთ, ჰაჰა, მართლა გონიათ რომ ეგრეა და ამის პარალელურად აწვევია რომ არა, ეს ევროკავშირის სუვერენიტეტის დაკარგვა არის, რომ ლევანი ამბობდა ხო იმას რომ ეხა ცდილობენ რომ ომში ჩაგვითრიონ კიდე ერთხელ ევროკავშირი და ეხა ტრამპი რომ მოვა ისტაბლიშმენტთან დაალაგებს ჯერტი რით ვერ მორჩა ისტაბლიშმენტი თვითონ არიან სათა პრეზიდენტი როცა ყავს და სენატში უმრავლესობა და კონგრესში და შტატ რანაირი ვისებძ შენ თავზან შენ ახარ ხელისუფლება და ესენიც იქცევიან ისე როცა იმედზე გადავთავ ხოლმე რომ თვითონ ოპოზიციაში არიან და ლიბერალური ბულინგის მსხვერპლები არიან და ამიტომ თავით უნდა გავხეთქონ ყველას 300 კაცია ნაცემი 500-მდე რამდენია დაჭერილი ამებნა უკვე 400-ზე მეტი 460-ზე ანუ 500-ზე ნაკლები 500-მდე მოდი 500-მდე შეიძლება ერთი ათეული აკლდეს მაგრამ ნაწამები და ისინი ეს ნაწამები არის 300 კაცი და 200 კაცს არ ცემეს უკვე მადლობა მაგაზეც მაგრამ ხო 500 კაცს დაჭერას ეხუმრები რა ამბავია? ანუ წარმოუდგენელი ამბავია და ძალიან გავს ეს ისა ხო აი ეს ლიბერალური ფაშიზმი ახსენე და სულ მაგაზე აი რომ აღარ არის სასაცილო აი როგორც ეს პუტინის პროპაგანდა რო არის ესე იგი ომი დავიწყეთ იმის გამო რომ ომი არ დაწყებულიყო და თავის დროზე ეს ფაშისტებიც ამბობდნენ ხო ანუ ესე იგი ლიბერალურმა ფაშისტებმა რო არ ქუჩებში ხალხი არ ცემონ თუ რა უნდა უკნა ფაშისტს რო ახსენებ ხო ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ხალხის ცემა ხალხის ცემა დავიწყეთ იმის გამო ქუჩებში და დასახიჩრება რომ ხალხი არ ცემონ და დაასახიჩრონ აი რა ლოგიკაა ანუ მან ლოგიკა არის ერთ-ერთი რა ბევრს ვერ უყურებ ხოლმე მაგრამ თქვა ერთ-ერთი იმედის ეთერში გადავრდე და ჯაპანა ყავდათ დავით ხურცილავა და ამბობს რომ მე რომ აბული ანუ ხელოვნების წარმომადგენლები ყავდათ რა და მე მაბულინგებენ იმიტომ რომ განსხვავებული აზრი მაქვს და არ ვეთანხმებიო რაზეც ცხადია რომ განსხვავებული აზრის გამო არავინ არასდროს არ უნდა დააბულინგო მაგრამ არის რეალობის ახმა გაქვს თუ არა ანუ როდესაც შენ კოლეგას წიხლქვეში ფენენ ციხეში უშვებენ მე შეიძლება შენი კოლეგა არ არის ვიღაცა ამაზე რომ ამბობ მაგრამ მე სხვა აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით და რატომ აბულინგებთ რომ მაინც დავინახო რომ 300 კაცი ცემეს ორი კვირის განმავლობაში და თუ ცემესთან როგორ დაკავებული წაქცეული კადრებია თუ გინდა მე მესმის რომ ამბობ რომ იმედს უყურებს ხალხი გადართე ეს ოხერი აგიკრძალა ვიღაცამ რო გვერდზე გადართო შეიძლება ბოლომდე იმედისკენ იყო ან რაღაცა ფიქრობდი მაგრამ შეიძლება სხვა კადრები გაჩვენონ სადღაც იმიტომ რომ იმედზე რასაც უყურებ აქციას და ეხლა მორჩები ვიცი რომ არის ხოლმე ვიღაცა სტუმარი ყავთ რომელიც დაალაგებულად ლაპარაკობს იმავე ჯაპანას მე ერთი კაცი იყო იმ სახელი არ ვიცოდი მაგრამ ნახე ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელი ყოფილა ისეთი დავარცხნილი წვერით რაც ლამაზი მნიშვნელოვანი გარეგნობის მოდი ასე ამბობდა რომ იქ ხა ნარკომანები არიან სულ ციტირება არ არის ბჭყალებში მაგრამ ზუსტად ერთ-ერთზე გადმოვცემ აზრს იქ ხა ნარკომანებიო რომელმაც ტვინია ეხაო ყველას გვიქნიაო რაღაცაო შეიძლებაო მაგრამ ისეთ ვიძე იყო რომ იფიქრებდი რომ მაგას იტყოდა და სწორედაც რომ და მე არის ორი ფანჯარა. ერთგან ჩანს აი ეს გვერდზე რაღაცნაირად რობოკოპები და მეორე არის ზევიდან კადრი, სადაც არის ცოტა ხალხი კი არა, რაღაც ხალხსაც არ აკავს. რაღაც ჭიანჭველები დადიან ქვევით. ტრენდი არის იმედის დრონზე ან ხო, ანუ იმედის დრონი ხო გადაობა, მაგრამ რა ადგილი აქვს შერჩეული, რა ის არის. იმაზე კი რომ ცოტა ხალხი ჩანს, ანუ ჩანს რუსთაველს არ აკავს, ანუ რაღაც გავს ჭიანჭველების სასიარულო იმას და მე ესენი ესე არიან რომ ჩვენ თავშეკავება, ჩვენ მშვიდობა, ჩვენ ახალგაზრდა
იმედი დაკარგავს დრონს, გრავიტაციას მოწყდება და რაღაც იქ სადღაც გავა ღია კოსმოსში. ნიკო რა არის? დრონი ჩამოვარდეს ჩამოარგოს გამო. ვინა? ანუ სიგნალს ახშობთ მე. ხო, აი იმედისას არა. ხო, როგორ ხვდებიან რომ იმედის რომელია? სიხშირეები ხო იცი? ხო, ნუ ახლა მაგას რაღაცნაირად გაუმკლავდებიან. აი ის იმედზე ხო აი შენ ის ახსენე ლევან გიგინეიშვილი რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო ცნობილი რავი პროფესორი ინტელექტუალი და რა ვიცი საჯარო ინტელექტუალი რომლის რა ვიცი აზრს ბევრისთვის აქვს მნიშვნელობა და როგორც ჩანს აი ჩვენს ბაბლშიც მოლოდინი ქონდათ ელოდებოდნენ აი რა სიტყვის და ნუ აი მეც ჩემი იმედგაცრუება იყო რომ მაგა აი საშუალო სტატისტიკური აი ქართული ოცნების პროპაგანდისტი რასაც იტყო და დაახლოებით იგივე ილაპარაკა იგივე არგუმენტებით და მოკლე შინაარსი რა თქვა რა თქვა თუ აქვს მნიშვნელობა რა ვიცი აი ნუ რასაც ამბობენ ყოველდღიურად ზარქუა და ხო მაგრამ აი ერთადერთი რასაც განსხვავებულს ამბობდა ის არის რომ აი უნდა დისკუსია არ უნდა დასრულდეს და ერთმანეთს უნდა დაელაპარაკონ და ის რომ აი შენ მეუბნები მე რომ სიტყვაზე აი აღარ დაგელაპარაკები და მაინც და მაინც ქუჩაში აქციებით გინდა ხო არასწორია და აი ეს დისკუსია და ის მესმის რომ აი სად უნდა შედგეს ეს დისკუსია თვითონ ხშირი სტუმარი არის იმედის და ასევე პროსახელისმფლებო ტელევიზიების იქ ხო სრული სტერილიზაცია არის აი ჰერმერტული არის აი მთელი იქ სივრცე ხო არანაირი ოპოზიციური არა განსხვავებული აზრი იქ არ აღწევს ანუ აღწევს როგორ იცი მესამე პირში ან წამყვანი მოგიყვება ან რაღაც აი მსგავსად აი ვინ რა თქვა თორე სტუმარი როგორც ასეთი იქ არავინ არ მიყავთ. აი ბევრი ალბათ ჩვენი მაყურებელი შესწრებია ესეთ კადრს, ესეთ სიტუაციას, როდესაც ბევრი მიკროფონი აქვს მიშვერილი ოპოზიციის ლიდერს ან ვიღაც აი საპროტესტო აქციის კონკრეტული ლიდერს, წამყვანს და ეუბნება რომ აი რაღაც კომენტარი. თქვენ არ მოგცემთ კომენტარს, დამიძახეთ თქვენთან და პირდაპირ ეთერში მოვალ, სტუდიაში მოვალ. აი ამას ეუბნებიან დაჟინებით, ჩაშჩიჩინებენ რომ აი ახლა რასაც მეუბნები ამაზე არ გიპასუხებ დამიძახე და მოვალ თქვენთან გადაცემაში მაგრამ ეს არის პროპაგანდის ნაწილი რომ აი სრულიად იზოლირებული უნდა იყოს ბაბლი გარე სამყაროსგან ხო და აი რაც შეუძლია ხო აი სიტყვაზე ბატონ ლევანს ხო მიდის იმედში ხო აი დაუძახეს და იმედში მოდის როგორ ერთხელ არ გაუჩნდა აზრი რომ სიტყვაზე წამყვანისთვის აი ეთქვა რომ ნუ იქნებ მოვიყვანოთ ვიღაცა განსხვავებული აზრის და იმასთან ან დისკუსია გქონდეს ან თქვენ დაელაპარაკეთ ან მე დაველაპარაკები ვის ჯერა ახლა მე არ ვჯერა მისი გულწრფელობის აი ესეთი ფაშისტური პროპაგანდის ხო ნუ იმიტომ რომ იმათ ქონდათ ყველაზე მაღალ დონეზე აყვანილი ეს პროპაგანდა და იქ აი ნუ ერთ-ერთი ის არის ხო მეთოდი ასე ვთქვათ რომ უნდა იყოს მაქსიმალურად იზოლირებული სხვა საინფორმაციო წყაროებზე არ მიუწვდებოდეს ხელი და ნუ კი ასეთ გარემოში შეუძლია ინტელექტუალს ესეთი მბორგავ ადამიანს ვინც ეძებს სიმართლეს რაღაც გაარღვიოს და იპოვოს რაღაც განსხვავებული და აინა ეჭვი შეიტანოს ხო აი ინტელექტუალიზმი ხო აი პროპაგანდის ყველაზე დიდი მტერი არის მაგრამ თუ ეს ინტელექტუალიზმი პროპაგანდის სამსახურში ჩადგება ხო რავი ორმაგად უფრო ცუდი არის აი ამას გავს ეს სიტუაცია აი დარწმუნებული ვარ აი ჩვენიერი პროექტი გვაქვს ტასოსის ალბათ შენს გაქვს ნანახი ხო ეს ანონსი სადაც ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს პირობითად რო ვთქვათ რაც ეს მოკლედ შუას გაკრეფის შედეგი არის ხოცი ნაცი ხო მოვიდნენ გინდა ახლობლები გინდა რა ვიცი ბავშვობის მეგობრები და თუ აქვთ ესე იგი სურვილი დასხდებიან აქ სრულიად ნეიტრალური გარემო იქნება წამყვანი არავის მხარეს არ იქნება და გაარკვიონ ხო ეს არგუმენტები გაცვალონ ტყუილი სად არის სიმართლე სად არის პროპაგანდა სად არის და სად არის რაღაც ესეთი რეალობა და არ მაქვს ეს პროექტს რა ქვია არა და ძალიან პოპულარული სალაპარაკო არაფერი მაქვს ხო, გადასარევი ფორმატი არის. რამოდენიმე ის ეპიზოდი ქონდა და აი ამ მასშტაბის სტუმრები სიტყვაზე ვინც არა უბრალოდ მხარდაჭერი არის ემოციურად და იმით ასე ვთქვათ, აი გრძნობის დონეზე, არამედ რაღაც ინტელექტუალურად, ხო, რაღაც არგუმენტები აქვს, რაღაც სოფხედველობა აქვს და აი ამით შეუძლიათ იკამათონ, ხო? და ეს ხო გეუბნები, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. თვითონ შეიძლება ვეღარ გრძნობენ, აი მაგალითად მამუკა მდინარაძე როცა ბრიფინგს ატარებს, რაღაც კითხვას უსვამენ, აი სრულიად შეპყრობილი არის პროპაგანდით. აი ახლა რას გულისხმობ ამას?
აი ნებისმიერ საკითხს უყურებს არა ის რაღაც არსი და შინაარსი აქვს, არამედ აი როგორ შეიძლება ეს მიაწოდოს ან თავის მსმენელს, ან თავის მაყურებელს, ან გააშავოს თავისი ოპონენტი. აი მაგალითად საპროტესტო აქციის დროს რომ დაწვეს კუბო, რომელშიც იყო აი ეს ბიძინა ივანიშვილის ფიტული ჩასვენებული, მოიტანეს, ხო? მე ახლა რაღაცნაირად ისეთი ის მოკლედ ესეთი ძლიერი და ქვასავით გული და უგზნობელი ის არა, აი ესეთი რაღაცები მაშინებს ცოტა მაფრთხობს, რაღაც ისა მაქვს, აი რა არ მომწონს, იცი, აი ეს დასაფლავების რიტუალს ვერ უყურებ გულგრილად და არ მინდა რა, აი არ მომწონს, რაც არ უნდა. ხო, მაგრამ ეს ხო სიმბოლური ამბავი არის. აქ ახლა რო აი მოვაშოროთ ყველანაირი პროპაგანდა. აქციის მონაწილეებმა მოიტანეს ფიტული ქვეყნის ლიდერის და დაწვეს, ხო? ანუ დაასაფლავეს, გაანადგურეს. ხო, იქ რუსთაველის გამზირზე იქ ორმოს ვერ ამოთხრი და ვერ დაასაფლავებ, მაგრამ ნუ აი შენი პოლიტიკა, შენი 12 წელი, რასაც შენაკეთებ, ხო, ეს ეს არის მკვდარი ხარ შენ ჩვენთვის როგორც პოლიტიკოსი, როგორც მართველი და აი ესე გეპყრობით. აი ეს მესიჯი იყო და იმან როგორ წარმოაჩინა, რომ კუბოზე იყო რაღაც ქრისტე გამოსახული და რაღაც ის აბრაკადაბრა და რაღაც ის რიტუალი ჩაატარეს. აი რა შუაშია ქრისტეს და ხო არა კუბო იყო გამოწერილი თემუდან თუ რაღაცა როგორ ეს არის პროპაგანდა, ხო? აი ხო უყურე მარტივი შინაარსი არის. უყურე რაც არ უნდა უხეში ენით, იმიტომ რომ ბევრი წერს რომ აბა ეს მოგწონთ რომ ქრისტე რატო დაწვეს და ქრისტე არ დაუწვავთ კუბო ჩამოიტანეს და არც მეც არ გიждები მაგ იმაზე, მაგრამ ნუ არ ვინც აწყობს იმას ხო, აი მოკლედ რეაქცია უნდა ქონოდა, აი რო არა პროპაგანდა და რო ჩვეულებრივი პოლიტიკოსი იყოს და ფიქრობდეს რაღაც, ნუ აი ქვეყანაზე, რაღაც იმაზე და არა ძალაუფლების შენარჩუნებაზე და არა აი ესეთ უხეშად ოპონენტის გაშავებაზე. ოპონენტი რა, ნუ საზოგადოების იქ ახლა ვერ იტყვი რომ რომელიღაც პარტია დგას, რომელი პარტიის მიტინგია ეს. ვეღარ იტყვი, ხო? ხო, აი მესიჯი იყო ესეთი რომ აი შენი ლიდერი, შენი პარტია აი ესეთნაირად გააკრიტიკეს, ამ ფორმით გააკრიტიკეს და ამას უნდა უპასუხო. აი რა სატანისტები, რა ისა შავი მაგია და რაღაც ეგეთი, ხო? მეორე გამახსენდა ასევე რომ მაკა ჩიხლაძე როცა იმეს საშტიკად და მისი პირდაპირ ეთერში მაგაზე თვითონაც თქვეს რომ გმობ თუ ამას, ოღონდ სწორედ მამუკა იყო რომელიც ამბობდა რომ ეს შეიძლება ისეთ ცუდი არ ყოფილაო, კიდევ ერთხელ ზუსტი ციტატა არ არის, მაგრამ აზრს სწორად გადმოვცემ, როგორც აი რაც ორი გვარი თქვა ეს თქვენი კოლეგებიო რომ ისაო, მაგრამ მაინც ესეც დასაგმობიაო, რომელიც ის კოლეგები ვიღაც თავში წიხლი ჩაარდე რაც არ უნდა ამაზრზენი აი რაღაც ის იყოსო ეს ჟურნალისტების მუშაობა თუ რაღაცა, ნუ ასეთ იმას არ იმსახურებს. ესეთი ტექსტიც ქონდა, ხო, ეგეც ქონდა და მეორე რომ კაი უარესებიც მომხდარავა იქო ჩვენი ჟურნალისტების მიმართო, მაგრამ ნუ კაი ამასაც გმობთო, რომელიც ბევრი ცუდი რამე მომხდარა აქციაზე, არეულობა არის, მეორე კვირა ყველაფერი მოსაწონი შეიძლება არ იყოს და ასე შემდეგ, მაგრამ არავინ ვინ ჩაარტყა თავში ხელი ჟურნალისტ და მე ზურგზე ესე იხტუნავა და ცალკე ამბავი არის. როგორ არა იმოტეხას და კიდევ ერთხელ აგერ ცაგოც, რომელიც ყველაზე ანუ არ არის განსაკუთრებულად სხვები უფრო იცემდნენ, მაგრამ სწორია ეგა, ანუ როგორ არა აქვს ეს მგრძნობელობა? აი საქართველოში, სადაც აი ეს ყველას თვალწინ უდგას ეს გიორგი ანწუხელიძის წამების, აი მეწამეობრივი სიკვდილის ბოლო წუთები ხელებს შეკრული, რომ ესე იგი წინააღმდეგობას ვერ უწევს და ხრებზე, ბეჭებზე ახტებიან, ხო, ეს ჯალათები. და იგივეს აკეთებს შენ. აი როგორ შეიძლება ეს რომ აი ამის გრძნობელობა არ კონდეს რომ ეს არ უნდა გააკეთო. აი ის რომ ნუ არა ადამიანი ხარ და ამის გაკეთება შეგიძლია, ეს ცალკე ამბავია, მაგრამ აი ეს ფორმითაც რო ეს არ გააკეთო. ხო, მით უმეტეს რომ თან უკვე ნაცემია, ბევრს აყავს ნაცემი წიხლი. ეს საერთოდ ეს წიხლებით ზემა და ძილს დაგდება. თან მაგაზე მე თვალის ესე აფარება რომ ვითომ არ ხდება რომ ვითომ ისი შეხედე კადრებია ზვიადრატიანს ესე ზღვა პოლიციელებში შუაში როგორც ვცადე წითელი ისაცია რაღაცა ჩანს კადრი. ან აგერ ეხა გამახსენდა რომ ჩვენი შოთა ჩვენი თანამშრომელი არ არის სეტანტაში მუშაობს, მაგრამ ხოიც შოთა როგორ ჩავდეთ ხოლმე სიგარეტს ერთად ვლაპარაკობ და ამასობი შევს აქციებზე ერთხელ ნახე რაღაც როგორ ახართხო და აი მე ნეკნები მაქონ ნატკენიო რაღაც მანამდე წინა დღის გამოშვებული იყო ჩამტრეული ქონდა ნეკნები მე კიდე მეორეჯერ დაიჭირეს აგერ ის არის ჩვენი ვიდეო არის ყვება რა გასაგებად რაც არის იქა და ამ დროს ექიმი რო კაცი რო იყო რა ქვია
ჯვარი ჩამოგლიჯეს, სულ ყველას ტელეფონებს ართმევენ ვისაც აქვს და ბეჭდები დახსნეს. ერთი და ორი რო იყოს ან რაღაცა ისეთი ყურმოკრული არა რა ათობით შემთხვევა არის ტიპები რომლებიც ამბობენ რომ ასე ჩამიყეს ხელი ტელეფონი ამომიღეს წამართვეს და ამ დროს ესენი ხედავენ ისინი ხმან ხალა რო ისროლა კარგი იყო არა არ ვიცი მე აი იმ წინა აქციებზე რო უძახოდნენ იმას რო იღებდნენ აგენტების შესახებ კანონს და რუსებო რავი ახლა გადაწყვიტეს რომ გაამართლონ აი დაახლოებით ასე მოიქცეო და აი რუსული საოკუპაციო ჯარი თბილისში რო შემოსულიყო აი ასე გალახავდა ну ამაზე მეც ახლა ამის იქით დახვრეტაა ხო რა ვიცი ახლა იქ როგორც ურტყავენ წიხლებით სახეში თავზე ახტებიან ამის იქით არის დახვრეტა აი ნუ არ ვიცი ან რო ძარცვავ ხო და ახლა 1 და 2 ხო არ ყვება ამას ძარცვაზე ან გადაყვანის დროს რო ამცირებენ ცემენ და ისევ რაღაცეებს არტიმენ აფურთებდნენ ერთბიჭს აი რა არის ეუბნებოდნენ რომ ხარებას გაუმარჯოს თქვიო ერთი ლუკა იყო ხო რო წაიყვანეს და კისერში სისხლიანს წყალი ჩაასხეს სიცივეში აი გეუბნები შეიძლება რომელიმე ერთი არ დაიჯერო მაგრამ მე რო გადახვალ ფოტოს უყურებ რომ რა ტიპი გიყვება რომ თავპიყვა გამიერთიანეს. ზის და თავყვა გაერთიანებული. ამ დროს თუ ზიხარ და ფიქრობ, ამან ალბათ თავში თავიცემ. ასევე რადიკალები არის პოპულარული ფრაზა იქით მხარეს. რისი რადიკალები არის? რადიკალი ლიბერალები თუ რას ამბობენ? რა რომელი არის იქ ტროცკისტიან ხო, არა, თვითონ დაუკარგეს ყველა სიტყვა, შინაარსი გამოაცალეს და აი ეგ აი უკვე რო ზღვარს იქით იყო გადასული პროპაგანდა ამ რადიკალის ძახილით იყო აი შუქრუთელები რო იყვნენ ჩამოსული, აი რა ვიცი, აი მაგათზე გაკეთებულ რეპორტაჟშიც ახსენებდნენ აი რადიკალი. აი ადამიანი, რომელსაც სახლი დაენგრა, სოფლიდან არის ჩამოსული და აი რაღაც რადიკალი ის არის მოშიმშილე. აი ხა შოთას იმაზე ქვევით კომენტარებს ჩამოვყევი. სულ ველოდი რომ ვიღაცაც სუსტად წერდა და არა ყველას კაი უწერია. რა კაია. არა, იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ აი თვისებრივად სხვა ეტაპზე არის გადასული საზოგადოება. აი ვიპოვ ერთი ბიჭო, ყველას ამდენს რო გირწყამე, რატო არ გეტყობათ არც ერთსო ვიღაცა წერს და პატარა ბავშვი არა, სად მუშაობდი, თქვი, ვის გადახედე, ანუ გასაგებია რა, მაგრამ მაინც აი იმას გიშვება ხოლმე. როგორ არ ეტყობა ხალხს, მთელი ქალაქის სახე ჩალილავებული დადის. ну არ ვიცი რომელი პარტიის აქტივისტები ეგენი ან არიან ის რო იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რო იყო ჟურნალისტების დაჯილდოება ხო აი რა ვიცი იმაში შერეკილებში რო არის ახლა მეგობარმა იხურა საცო ჩემ მეგობრები არიან ყველანი უბრალოდ აი ეს დალეწილები აი ნაპოლეონის ჯარი რო გამოდის რუსეთიდან აი დაახლოებით ეგეთი ის იყო ვიღაცას ის თავი შეხვეული ვიღაცა ყავარჯნით ვიღაცა იმით ну წარმოუდგენელი კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ყველა ვიცი აბა მეიდანი გინდა თუ რაც რატო გამოვიდა ირაკლი კობახიძე და თქვა ის რას თქვა მაგას მოყვა ხო ყველაფერი აი ეგეც ხო არ ვიცი ახლა ანუ ისი კიდევ ერთხელ ამბობ რა როცა ვიღაცას რადიკალები არ მოწონს ქუჩაში რა ხდება არ მოწონს ვინ დაიწყო ყველაფერი თქვა ანუ ნიკა გვარამიას მოწოდებამ დაიწყო იქნება გახარიამ რაღაცა გულანთებული სიტყვა თქვა და ხალხი გამოიყვანა ქუჩაში როგორც მარკუს ანტონიუსმა კეისრის მკვლობის შემდეგ თუ ეს იყო მისი მჭამეტყველობა იყო რომელიმეს ვინმე შემომაშველი კიდე პოლიტიკოსი არა ირაკლი კობახიძემ გამოვიდა თქვა და მე ამბობენ რომ რა გინდათ ქუჩაში და რატო რა საჭირო იყო კი ეს მეიდანის ერთი ის ამ ქცევაზე დაკავებულებს როგორ უსწორდებიან დაკავების დროს მე გადაყვანისას ხო აი წინა გადაცემაშიც ვილაპარაკეთ აი ბელარუსში ხო როგორი სპეც დანიშნულების რაზმი როგორც უსწორდებოდა იქაც მეთოდები ეგ არის აი ღარებას გაუმარჯოსო შენ იქაც ესეა ომონს გაუმარჯოს ამას აძახები თუნდა დაგაჩმორონ რა რომ რაღაცა ისე იყო მე შეგწხვეს და ან უბრალოდ ნაცემი კი არ უნდა იყო შეურაცხყოფილი და რაღაცნაირად გიღებენ რომ აი ნახე რაღაცა ბულინგი არის სწორედ ეგ სხვათა შორის ანუ ისინი რომ არასწორად იხმარება აი დაჩმორება არის ბულინგის ფორმა როგორც ადრე ვკითხულობდი ეხა არა და ისე არ მოხდეს მაგრამ ბულინგის ერთ-ერთი მთავარი ის არის ასპექტი ჩვეულებრივი ძალადობის გარეთი განსხვავდება და რატო გვაქვს ცალკე სიტყვა მაგისი რომ უნდა იყოს საჯაროდ დამცირება უნდა იყოს ანუ ერთი დამცირება ბულინგი არ არის შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება იყოს, შეიძლება მუხარა იყოს, კი ბატონო, მაგრამ ბულინგის მთელი მუღამია, რომ აი ის აქნა რა ფსიქოლოგიურად გატეხო ადამიანი და
ხო, ახლა ხაცო ყველაფერს ბულინგს ეძახიან, ესე იგი, აი 37 წელში ჯალათს გაყვანილი ყავს სხერპლი და დამიზნებული აქვს ეს თოფი თუ ავტომატი თუ რაღაცა და სროლის წინ სხერპლი უძახის მოღალატე, ესეთო, სამშობლოს გამყიდველო და ეს ჯალათი უძახის, ნუ მაბულინგებ შენ მე რაღაცა ეგეთი. ან ხშირია ხოლმე რომ ბოლშევიკები, ანუ საპროტესტო აქცია რომ მიადგება ვიღაცას და თხოვს რომ გამოხატოს მკვეთრად თავისი პოზიცია, ავის როგორც მოქალაქემ, როგორც პროფესიონალმა, იქ ვიღაც გამოხდება, აი ეს მაგალითად მარჯანიშვილის თეატრში რო იყო, იქ კომენტარებში ვკითხულობდი და მგონი ეს კეთიდოლიძე წერდა რომ აი ეს ბოლშევიკები თუ აცლიან ლაპარაკს და რაღაცა. რა ბოლშევიკობა იმთავითვე გულისხმობს ძალაუფლების ფლობას, ტერორის უფლებას, სიკვდილის ლიცენზიის ფლობას და უიარაღო დაჩაგრული ხალხი რომ მიდის ვიღაც ავტორიტეტთან და ეუბნება რომ გვიშველე ესე პირდაპირ ამ ტექსტით ეუბნებოდა ახალგაზრდა მსახიობი რეჟისორ სცენაზე რომ მეშინიაო ყველა ხო არ არის ესეთი მაგარი ის გალახეს, ის სახლიდან წაიყვანეს, ის სადღაც გადააგდეს და მოვედა დამიცავიო ხო ინსტიტუციის რაღაც თავკაცი ხარ რაღაც აი მეშინია და დამიცავიო და შენ უძახი ბოლშევიკი ხარ ბოლშევიკი ხო ადამიანი ითხოვს შველას მე რა რომ საქმეც მაგაშია ტირანიაც ეს არის ხო ბევრი არის მსხვერპლი და 1 და 2 და 10 არის ჯალათი ხო ესე არის და რადგანაც ბევრი ითხოვს შველას და ბევრი ჯერ ხმის ამოღების უფლება აქვს და იძახის ამას და შენ უძახე ბოლშევიკი ხარ და ისა ხარ რადიკალი ხარ და ხმას ნუ იღებ ნუ მაბულინგებ ანუ რას ითხოვს რას გაბულინგებს რომ ნუდგა ხარ სისტემის წინაშე რომელიც ქუჩაში ამტრევს ასახიჩრებს ხალხს აი როგორც კი გაიყვანეს ეს ისა მოძალადე ტიპები ეს შავნიღბიანები უკვე შავნიღბიანებშიც კატეგორიები არის ესე იგი შავნიღბიანი რომელიც ვიცით რომ პოლიცია არის შავნიღბიანი რომელიც არ არის პოლიცია მაგრამ პოლიციის ნებართვით და თანხმობით მოქმედებს იმიტომ რომ პატრული ვერაფერს ეუბნება დარეკავ არავინ მოვა და ასე შემდეგ ხო ან ბოდიში ბანდაც ჩართვა ეხა არა მაქვს გამზადებული და ის თითების დაკება მეზარება აიპედზე ადულად ვერ გავაკეთებ მაგას მაგრამ იგივე მსახიობები როცემის מחარა რო ეუბნება პოლიციას ეგ არის საშინელი შენ გადავეციო მაგრამ რა გადაეციო მირტყესო უკვე და ვის გადაეციო დგანან ესენი და მიყურებენ თო და ეს დებილის სახით მიყურებს და გადავეციო მე სად გადასცეს რა შედეგი მოყვა ანუ როდესაც თუ ვიღაცას კიდე ეჭვი ეპარება რომ ის არავის ეჭვი არ ეპარება ყველა არის ეს ერთი სული აქვს რომ ამაძენერები მოეშალოს ეგ არის და ეგ მე იცვლება ტიტუშკებს რო ამბობენ ხოლმე ზუკა იცი ტიტუშკა რა არის რეალურად ანუ საიდან მოდის სიტყვა თორე რას ნიშნავს ტიტუშკო იყო მეიდნის დროს ერთ-ერთი ტიპი ხულიგანი რომელიც დაიჭირეს ჟურნალისტების ცემისთვის და პირობით გამოუშვეს თან სახეზე იყო ტიპიური გოპნიკი რაღაც სპორტულებში და იმე სპორტულებში და რაღაცებში და მე ყველა ტიტუშკები და მე გავრცელდა და დღემდე ამბობენ ოღონდ ეს საწყალი ტიტუშკო მას შემდეგ ბოლოს 3 წელია ფრონტზე იმის რაღაცა მედლები აქვს ჩამოკიდებული და ეს კლიშე დარჩა ეს სახელი დარჩა მაგისი რომელიც იქვე ძალიან არ მოწონდა ნუ ხა მაშინ არ იყო მაგისი ასარჩევი ესე თუ ისე მაგრამ მე რა დაფიქრდები რომ მაშინ იყო 21-ის თუ რაღაცების მე გავიდა ბევრი ხანი და ალბათ ხო არა ეგ მაგაზეც ვილაპარაკოთ ეს პროცესი აქაც დაწყებული არის ხო ბევრი ისეთი ნუ 12 წლის განმავლობაში წარმოიდგინე როგორი მნიშვნელოვანი ამბები ხდება რომ აი მთელი 12 წელი გადაწონა ანუ ადამიანი იყო მოდი ასე ვთქვათ რა ვიცი პროპაგანდის გავლენის ქვეშ თუ სხვა მიზეზთა გამო რაღაც აზრზე იყო და აი ბოლო ერთმა თვემ ბევრს შეაცვლევინა აზრი და მაგას ოკეი ხო აი იმედიდან მოდის ვიღაცა ხალხი ოკეი მაგას ვამბობ რომ აქაც არის ისიც ხო ნუ ახლა ფიზიკურად იმაშვებოდა უსწორდებოდა ხელისუფლების ოპონენტებს ხო ანუ ტიპი ფიზიკურად იცავდა ხელისუფლებას იანუკოვიჩს ვიღაცა ცეცხლსასროლი იარაღით ხალხს ხოცავდა ეს მუშტებით მაგრამ ნუ მე შეიცვალა და ახლა უკრაინის ის არის მე მგონი რაღაც ორდენების ფლობელი და გმირიც კი ხო რას ვამბობ აი ეს ეპიზოდი ნიკო მსახიობების ეპიზოდი ბახუტაშვილი მახარაძე და სანდრო კაკულია რო არიან მისული და პატრულს რო თხოვენ დახმარებას და თან საქმეს ურჩევენ რომ ეს გააკეთო არის აი თავზარდამცემი ისა კადრები არის
კაც დედა მოუთხრეს, ემაჩი მოკლა 30-მა კაცმა და შენი პასუხი არის რომ არ დაგინახია? მე რო დამიწერე ჩემი დაგარი მანქანა წადე დაიჭირე, ხალხი რო დაძდევს ის. სადაც ჩანს ძალიან თვალსაჩინოდ რა დამართა იმან პოლიციას. მოდი ასე ვთქვათ, ხელისუფლებამ კი არა, ოლიგარქმა, რომელიც მიზან მიმართულად, აი როგორ ვთქვათ, აი მთელი ეს 12 წელი ცდილობს აი სახელმწიფო ინსტიტუტების საპირწონე იყოს. ხო, აი თვითონ იყოს ბოლო ინსტანცია, თვითონ იყოს გადაწყვეტილების მიმღები, აი თუ სპორტსმენის დასაჯილდოებელია, თვითონ დააჯილდოვოს, თუ ბიზნეს რაღაც აქ პრობლემები აქვს, თვითონ გადაწყვიტოს და ასე შემდეგ. აი აქ ჩანს, აი რა დამართა პოლიციას, რომელიც საპატრულო პოლიციას, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც აი ბოლო მომენტამდე ინარჩუნებდა ასე ვთქვათ სახეს და მოქალაქისთვის იყო რაღაცნაირი იმედი. აი პატრული ხო, მოდი ასე ვთქვათ, არ გაგლახავდა, განსაცდელში არ მიგატოვებდა, დარეკავდი საშველად მოვიდოდა, ნუ არ ვიცი ახლა. ყველა განყოფილებაზე ვერ ვიტყვით მაგას, იმიტომ რომ საქართველოს დიდია და იყო რამდენიმე ბათუმშიც, თბილისშიც რამდენიმე განყოფილება, რომელსაც ძალიან ჰქონდა სახელი გატეხილი, მაგრამ ზოგადად მართალი ხარ, ხო? ნუ ისე იყო რა. ნუ აქ ახლა რა სახითაც წარმოჩინდა და თან მე გაგრძელებაც მაქვს ნანახი ეს სანდრო კაკულია ერთ-ერთ გადაცემაში ფორმულაში მგონი პირდაპირ ეთერში ჩაერთო და გააგრძელეს ლაპარაკი მეორე დღეს თუ შეიძლება მესამე დღეს ხო და იქ ხო ეუბნება რომ მომეცი მაშინ იარაღი და მე დავიცავ თავს და აბა რა გავაკეთო და ესე შეხო მე სანდრო იმდენად შემეცოდაო და მართლა ჩანს რომ ეს პოლიციელის განიცდის და რო ეუბნება აი გითხარი რამე და და მაცალეთის რო ეუბნება და რო გაჩუმდებიან და კი ბატონო ეს ეტყვის ესე აი ჩანს აი მთელი ეს უსუსურობა და სასუწარკვეთა და ისე შემეცოდაო რომ ბოლოსო მე მივედიო და გადავეხვიო რა აი რაღაცნაირად ხვდები შენც და ალბათ ის ოფიცერიც ხვდება რომ საერთო გასაჭირი არის და ეს არის კოლაფსი სახელმწიფოსი და ეს არ არის აი ვიღაცა გაიმარჯვებს და არ გაიმარჯვებს სინამდვილეში ხო აი ამ ქუჩაში ამ ბრძოლის დროს და ამ აქციების დროს ჩანს აი რა ჭირს აი სახელმწიფოს რა დაავადება არის ყველაზე დიდი ის იმიტომ რომ მაგას აი დიდი ხნის განმავლობაში არ ეშველება რამე იმიტომ რომ რაც ბოლო დროს ვისწავლეთ და ბოლო წლებია ეგ არის რომ გზნებარე ლიდერი კი არ არის ვინც რამეს აკეთებს არამედ არის კეთილსინდისიერი ბიუროკრატი რომელიც სისტემას აწყობს და რაღაცა განყოფილება იქნება სადაც რაღაცები ხდება რომელიც იგი პოლიციაში ხო ბევრი ცუდი რამე ხდებოდა ერთ-ერთი კარგი რაც იყო რომ თქვათ ოჯახური ძალადობის ამბავში ამუშავდნენ რაც თქვათ მანამდე არ არსებობდა განყოფილება შექმნეს ვიღაცები დაატრენინგეს და არ არის აუცილებელი რომ ყველაფერს ესეთი რეფორმა იყოს. ხანდახან რაც განყოფილებას აკეთებ, ტიპებს ტრენინგზე უშვებ და ეუბნები რომ ეხა ესე იქცევით, სამართალს იცავთ და მუშაობს მე ისა. იმიტომ რომ როგორც არის აწყობილი, ისე მუშაობს, მაგრამ გინდა ისა ხო, იცი რა დაკითხვაზე და რაზე იყავ დაკითხვაზე? მე ხო წამაქციეს გადაღების დროს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ხელშეშლაზე რა. ხო და ნუ 3 საათი მკითხავდნენ ტიპები და ბოლოს ვეუბნები რომ აი მეთქი ვიდეო მასალაც არსებობს მეთქი აგერ ჩემი ჩვენებაც არის კიდე მოწმეებიც არის მეთქი აი ნაშრომი მეთქი რა მე სუპერმენი გია ვარ ხო არა ნუ ხო ისა ძალიან ის არის რა იცი სტატისტიკაც ხო ის ადრეს ის იყო ხოლმე ესეთ სპორტულ გაზეთებს თუ კითხულობდი ესეთი რუბრიკა იყო სტატისტიკის მოყვარულთათვის ახლა სტატისტიკა და მშრალი რიცხვები მართლა ბევრ რამეზე მეტყველებს ხო როდესაც აქეთ მხარეს ამდენი დაპატიმრებულია ამდენი დასახიჭრებული არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული ჯარიმებია გადახდილი რავი ადამიანი არ დარჩა ვისაც მის წინააღმდეგ ხაზე გავუსვათ ზოგი 19 წლის არის ზოგი პირველ კურსზეა ზოგი ჯოხში ქნევდა ესე და არავის არ მოხვედრია და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან ექიმები ჟურნალისტები რა ვიცი მსახიობები არ დატოვეს პროფესიის ადამიანი რომელიც არ დაასახიჭრეს არ დაიჭირეს არ დააჯარიმეს და ასე შემდეგ და იქით ნოლი როა ხო თან ნახეთ ეს ძალადობის მასშტაბი ძალადობის არა უშავს ანუ ის არის მასშტაბი იქით მოდი ანუ იმას ვიზამ რომ იქითაც ამბობენ რომ რამდენიმე გასაგებია მაგრამ აი არის აღძრული საქმეები და იხდის ხალხის ასჯელს და იქით არაფერი არ არის ხო იცი რა არის რა ეჭვი გამიჩნდა ნიკო კიდე აი ჟურნალისტებზე რო ქონდათ აგრესია და აქვს ხო აი ეს როგორი რაღაცა არის იცი
აი ან თავიდანვე მოდის ვინც გადაწყვეტილებას იღებს იქიდან მითითება რომ აი ჟურნალისტებს განსაკუთრებულად მიხედეთ. გასაგები არის რომ მოკლე ის არის, საბელი არის, ანუ გადაწყვეტილებას ვინც იღებს, ხო? დიდი ის ბევრი რგოლი არ არის აღსრულებამდე, ხო? აი ბოლო ინსტანცია იღებს რომ მოდით აი ეს დღეს ის მიტინგი სასტიკად რო იყო დარბეული, დარწმუნებული ვარ ზემოდან მოდიოდა რომ სამაგალითო გაილახოს ხალხი. სამაგალითო ძალადობა იყოს რომ აი მეორედ არ მოუნდეს მოსვლა. აი დაახლოებით ამ ტიპის არგუმენტაცია იქნებოდა. ხო, დაშინება აქციის, მომიტინგეების. ხო, აი გასცა ბრძანება, ну ალბათ პირველივე რგოლი არ არის აღსრულებელი, იმიტომ რომ პირველმა რგოლმა კიდე ვიღაცას უნდა დააბრალოს, 2-3 რგოლი არის. რომელიღაც ეტაპზე ვიღაცამ აი განსაკუთრებით ჟურნალისტები ალბათ გამოურია თვითშემოქმედებასავით. ან სულ თავიდან მოდიოდა, ან ვიღაცამ, ხო? იმიტომ რომ ეს არ იყო რომ აი უბრალოდ ხელში მოგხვდა და ისე გალახა. აი გურამ რო გავას, აი ზუსტად იმიტომ სცემეს, რომ ჟურნალისტი იყო. აი რომ მისდევს და ზუსტად ხედავს რომ ჟურნალისტს ურტყავს. ეს არ იყო რომ აი ყველა გალახა და მათ შორის ვიღაც ჟურნალისტი აღმოჩნდა, ხო? ესეთი ამბავი არ იყო. ხო? ეს კიდე განსაკუთრებული ის არის, აი მაგალითი იმის რა დონეზე არის სახელმწიფო ჩაძირული, ხო? რომ აი ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს ვიღაცა და მე აღასრულებს. ეს წარმოუდგენელი არის, რომ არ ცოდნოდათ, რომ ეს არ არის არც კანონიერი, არც არაფერში არ ჯდება. სასამართლოშიც ყველას ერთი და იგივეს უწერენ ფაქტიურად. ხო, ეგ სასამართლოები კიდე რომ იმის ბრევს რო დავესესხოთ სამდივნოები გაჭედილია, სასამართლოებიც იგია და აი მართლა კონვეერით ხო, ჩეკვაძე გაცოცხლდა. ხო, აი ეს კონვეერით იმაშვებიან, ხო, ანუ ყველა მიცის, მოსამართლემაც იცის, პროკურორმაც იცის, ადვოკატმაც იცის, რომ მოწმე ვინც არის, იქ არ ყოფილა დაკავების დროს, ვინც ამბობს მე დავაკავე, ის არ არის დამკავებელი და საერთოდ. მაგრამ აი უგულოდ იმაშვება. ხო. ბოლოში გასასწორად ეს არის სახელმწიფოს მიტაცება, სხვა კი არაფერი. ის მინდოდა ბოლოში ხალისი შემომეტანა ჩვენ საუბარში და ახალი ყველა ხუმრობს დღეს Facebook-ზე, არავის არ ეხუმრება, მაგრამ ეს მაინც ასაცილო არის. ავტორი ზაო ლეი, ჩინელი მოქანდაკე. რუსთავში, შენ რუსთავში ქალაქში. ეს არის თოდრიის მოედანი. თოდრიას კრუგს ამბობთ ხოლმე, თუ როგორ როცა ეთერში არ ახარ. ხო, თოდრიის წრე, ხო, თოდრიის კრუგი, ხო. და არის ეს ხო, ეს არის იქიდან მესხიშვილის ქუჩისა და თოდრიის ქუჩის გადაკვეთა არის. ხო, რუსთავში იმართება ხოლმე ძალიან კარგი ის არის ტრადიცია არის რუსთავში მოქანდაკეთა სიმპოზიუმი თუ მოკლედ მოქანდაკეები ჩამოდიან აი 90-იანი წლებიდან, აი საქართველოს დამოუკიდებლობის გარეჟრაჟიდან პერიოდულად რაღაც პერიოდულობით ჩამოყავთ და რუსთავში, ძველ რუსთავში, იქ პარკში გადასარევი ადგილი არის, სივრცე არის და ღია ცის ქვეშ იქ მოქანდაკეები მუშაობენ, ქმნიან რაღაც ნამუშევრებს და მერე ნაწილს ქალაქში განათავსებენ ხოლმე და როგორც ჩანს ესეც ერთ-ერთი დამთავრებული არ არის აშკარად. ჩინელი ავტორი ზაო ლეი 64-ის კარიბჭე ესე ქვია. მართლა ეგრე ქვია თუ? არა, ესე მომწერეს, მე მივწერე იმას ჩვენს დათოს და ესე მომწერა, გავარკვევო და მომწერა ხო და. იცი რა არის, ძალიან არასწორი არის ხოლმე ესე მსჯელობა ქანდაკებაზე, ერთი ფოტო რა ასოციაციები გაუჩნდა. ნუ ანუ ყველა მიხვდება ანალური სპინკტერიო, ბევრი ხუმრობს ამას. ხო, ესე ხუმრობენ Facebook. ისი არის ხო? უფრო უხეშათად. შედაც გასაგები იყო. არ იცი რა იქნებ ვინიცის იქნებ ეკუთვნის კიდევაც მე გელა მუხაშაური ამყავს ჩაწერილი ესე ძალიან ცნობილი პროფესორი იყო პროქტოლოგი ის რაღაც მასალას ვაკეთებდი და მე დავინტერესდი ბატონი ძალიან სერიოზული და ესეთი ის იყო კი კლინიკის ხო და წიგნიც აქვს დაწერილი და ბოლოს აქვს თავის აფორიზმები და რაღაცეები და ისა მეც ხო იცი რაღაც ის ერთ-ერთი წიგნი მაქვს აი ამ იმაზე კულტურაზე დეფეკაციის და როგორ არის ეს ყოფით კულტურაში და იქ აქვს ესეთი ეპიგრამასავით აქვს ბატონ გელას ესეთი რა ნუ თქვა ეს უხეში თქვა ხო ანუ ყოველთვის დაჩაგრულია რადგან თვალისგან დამალულიაო და აი რა ვიცი ახლა იქნებ ესეთი
ხო, აი რო არ გვეჩხუბნონ ის პირველი სიტყვა ცოტა ისექენი ზუკა რო არის მოდეს ბოლომდე, მაგრამ გასაგები იყოს რაზე ალაპარაკი და სამართლიანობის უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი სკულპტურა ერთი ფოტოთი არ უნდა რასაკვირველია ადამიანმა, რასაკვირველია. შეიძლება ადგილზე არ არის ცუდად ჩაწერილი, არაერთი ამბავი მინახავს რაღაც სხვა ქანდაკებებზე ქალაქში დადგმულზე, რომელიც მე ადგილზე მისულარ და არ აუშავს და საერთოდ არ არის ესე ასაგდები. ასევე რა შეიძლება რომ დადგე იქა კაია, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში არის ყველაზე დიდი პრობლემა, არის ყველაზე პატარა, უბრალოდ რაღაცა სახალისოც გვინდოდა რომ გვექნა. მოვჩეთ ამ ოპტიმისტურ ნოტაზე გინდა დაასრულო. რა ვიცი, მე მინდოდა ორი სიტყვით აი ეს მსახიობების განსაკუთრებულ აქტიურობას რით იხსნის შენ, ნიკო? მან პასუხი არ მაქვს მაგაზე. ხო, რა ვიცი, აი ძალიან თვალში საცემი არის და თან არის მათი ესა ვთქვათ პროტესტი ძალიან ეფექტიანი. იცი რა, მე მგონი თვითონ პროფესია იმას გიშობა, რომ როდესაც პროფესიაში გიწერია, რომ შენ თუ წარმატებული ხარ, შენ ამ ბავშვს უნდა გცნობდეს ხალხი. რაღაც ხა უცნობი მსახიობებიც არსებობენ, მაგრამ რაღაც მომენტში რაღაცას რომ შეასრულებ, უნდა გამოჩნდე და მე გინდა არ გინდა რაღაცნაირად გეკისრება პასუხისმგებლობა შენ თავის მიერ, იმიტომ რომ არ მგონია რომ თქო მსახიობს მეტი პასუხისმგებლობა გქონდეს, ვიდრე ვიღაც მეხანძრეს ან IT სპეციალისტს, რომელთა მსვლელობა იყო დღეს ან მუსიკოსს, მაგრამ მსახიობი მაინც სულ სცენაზეა და მაინც სულ დააქვს ეს რაღაცა ტვირთი, რომ ჩემი პროფესია მავალდებულებს, რომ როგორც იტყვენ, ცნობადი სახე ვიყო. ან ექიმი როცა ხარ, თუ სახეზე ვერ გცნობენ, ნუ არც არის საჭირო რა. მსახიობისთვის რაღაცა უფრო თავის მოთხოვნა აქვს, რომ დააფიქსიროს პოზიცია და კი, და მე აი ეფექტიანი რო არის და ეფექტური როა მათი პროტესტი, აი გადამდები არის, ის ცნობადი რო არის, ის ტელევიზორში ყავს ნანახი, სცენაზე ყავს ნანახი, ხო? უტოვებს აი ჩვეულებრივ მოქალაქეს იმის განცდას, რომ აი რაღაცნაირად, ხო, ეს მისი პროტესტიც, ხო, იქნება, აი ნუ არ იქნება ასე ვთქვათ განყენებული და სადღაც აი ისო და ვერავინ დაინახავს და ვერავინ ვერ შეამჩნევს. იმიტომ რომ პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართულია იმისთვის, რომ აი მოქალაქე დაარწმუნოს, რომ არა მარტო ხარ და არანაირი შენს იმას სწორ სამოქალაქო პოზიციას აზრი არ აქვს, ხო? აი რას იკლავ თავს? აი ეს რაც უფრო ჩაკეტილი არის ტოტალიტარულია საზოგადოება, მით უფრო დაგმანული არის ეს სივრცე, რომ აი დაგარწმუნო შენ, რომ შენ კი შეიძლება პიროვნულად ძალიან მაგარი ტიპი ხარ, სწორი ღირებულებები გაქვს, მაგრამ აი შენი ეს აქციელი, შენი თავგანწირვა სიბრიყვია იმის გამო, რომ ამას ვერავინ ვერ დაინახავს, ვერც შემდგომი, ვერც არც შთამომავლობა არავინ, ხო, და აი ეს ტიპები სცენაზე რო დგანან, ტელევიზორში რო ჩდებიან, ხო, მაგის იმედს აძლევს ბევრს, რომ აი მისი ისიც არ დარჩება პროტესტი შეუმჩნეველი. თან რთული არის, როცა მსახიობი ხარ, როგორც წესი, თუ თქვა თეატრში თამაშობ, სპექტაკლში თამაშობ, შეიძლება ჩვეულებრივი კომედია იყოს ან რაღაცა, მაგრამ ხშირად გიწევს ხოლმე მაღალ ღირებულებებთან შეხება და მაგისი გადმოცემა იქნება ეს თავისუფლება, სიყვარული, თავგანწირვა თუ რაღაცა, იმიტომ რომ სპექტაკლია თუ რა რამეზე ხო არის, ან ზოგი არის უბრალოდ სასაცილო, მაგრამ უმეტესობის იქით რაღაცა გიწევს, რომ გაითავისო ესა და მე გამოხვიდე და გააგრძელო ცხოვრებაში. იცი რა არის ეს ხელოვნება და ახლა ხელოვნების ხალხი არიან, ხო? ახლა ხელოვნებაში ესე არის, ხო? სულ ნებისმიერ დრამაში, იმაში, მხატვრულ ტექსტში, ხო? სულ არის კონფლიქტი, ხო? კონფლიქტი როგორც წესი ბნელსა და ნათელს შორის, ხო? ბოროტსა და კეთილს შორის, ხო? და ახლა არ ამგონია ჩვენ ბავშვობიდან ან მე ისე ვიზდებოდეთ, ან მე ისე გვასწავლიდნენ, რომ რო ფიქრობ შენ, რომელი არის ბოროტი და იმის მხარეს იყო, ანუ რო გააცნობიერებ საით არის ის ბოროტება და საით არის სიკეთე და აი შეგნებულად აირჩიო და აი ბოროტების მხარეს უნდა დავდგე, ხო? ახლა მაგათი საქმე არის აი სულ კონფლიქტში ყოფნა ბოროტსა და კეთილს შორის, ხო? და ახლა ის როგორც აი თორნიკე ჭელიძემ, ხო, თქვა ეს პედაგოგი და გადასარევი ადამიანი, რომელიც პოეტი, რომელიც ასევე აი ჩვენ ზვიადრატიანთან ერთად იყო ის, რომელიც ამბობს, ხო, როდესაც შენ ახლა სკოლაში ასწავლი ლიტერატურას, ალს, კარგს, კეთილს, ბოროტს, ბრძოლას და ქუჩაში გაცილებით უფრო დიდი ამბები ხდება, ვიდრე მოთხრობაში, ხო, იქ უნდა გახვიდე და იქ უნდა იყო იქ კეთილის მხარეს და სიკეთის მხარეს და ბოროტს ებრძოლო. ახლა სცენაზე ხო არ დარჩები, გარეთ ქვეყანა ინგრევა და შენ ის რაღაც ისინი მონოლოგები იკითხოს. სახიობობაზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რაც მომისმენია და ნაწილობრივ წამოწევს კიდევაც, იმიტომ რომ ჩემი გახმოვანებულიც არის სალომე ასათიანის პოდკასტის
ბოლო ეპიზოდი, ასათიანის კუთხე, ეგთან გავხსენი რომ ის იყოს. თამაში როგორც სიმართლე სტანისლავსკი ჰოლივუდიდან მსახიობის ხელოვნება. რომელიც ხანდახან სალომე მიგზავნის ხოლმე რომ თუ გას ინგლისურად არის ინტერვიუ ჩაწერილი ან რაღაცა რომ სხვა ადამიანები ვახმოვანებთ ხოლმე. რომ კითხულობდი მეთქი არა საინტერესოა ძლივს რაღაცა გავიქე მეთოდის შესახებას და მსახიობობის შესახებას და ყველას ურჩა რომ მოისმინონ ანუ არაფერი მსახიობობაზეა თუ კითხულობენ ხოლმე ადამიანები რომ სად ვნახოთ აი გახსნელი მაქვს აქ რადიო თავისუფლება ჯიზე რომ შეხვიდეთ პოდკასტები აწერია იქა და იქიდან მე თქვენ იცით ბოლოს ახლა ყველაზე უფრო ხშირად რაც ახლდება ხოლმე არის თქვა მეც შევწერე მაგრამ ნუ ბოლო დროს ვეღარ იმაშვებით ამ აქციების გადამკიდე ასათიანის კუთხე და ჩვენი განკითხვის დღეც დევს პოდკასტად Spotify-ზე შეგიძლიათ მოусმინოთ ხოლმე თუ მოგინდებათ და ერთი კი უნდა ვკითხო ჭუმბურას სტატისტიკა როგორი გვაქვს გვისმენენ Spotify-ზე არ გვისმენენ სტანისლავსკიზე გამახსენდა გრასელ კროუს რო ეკითხებიან ბრიფინგზე სტანისლავსკის მეთოდით მუშაობო ვინ ჩემი ის არისო ესე პასუხობს რასელ კროუს თავისი ის აქვს მეთოდები ალბათ იქ როგორ არის იცი რა კარგადაა გახსნილი მოყოლილი არ არის სტანისლავსკიდანაც მოდის მაგრამ სხვები method acting ქვია ინგლისურად და სტანისლავსკიდან მოდის იდეაში მაგრამ იქ კიდე რაღაც სხვადასხვანაირი მეთოდები არსებობს და მოკლედ მოусმინეთ და кайქნება ეხლა კომენტარებს რაც შეეხება ბოლოშიც უნდა გავიდეთ პირველი დაევალა ზუკას რომ რა ქონდა ეს ჩელენჯი რა იყო შენი გამოწვევა რომ ყოველი მე-10 კომენტარი უნდა დაგელაიქებინა და შენ შეხვედი და რადიო თავისუფლების გვერდიდან დაალაიქე ხო? იმიტომ რომ ნუ ასე უფრო თვალსაჩინოა რომ დაალაიქე. ასე უფრო თვალსაჩინოა და წინაზე ვთხოვეთ ხალხს. ყოველი მე-10 არის ჭუმბურა მქნა ალბათ ხო. ვთხოვეთ ხალხს რომ ამ აქციებიდან რაც დაგამახსოვრდეთ ყველაზე კარგად მოგწერეთ თქო და აი მაგეებს ვიტყვი. ფალკოლორი წერს რომ პარლამენტიდან წყლის ჭავს რო უშვარენ მიტინგს და ერთი ბიჭი სათლით უკან როასხამს წყალს ეგ ვიდეო ჩემი საყვარელიო ძალიან მაზალოა კი ხო სიყვარულებს გვიხსნის ყველა და ჩვენგანაც მეც არა ესე არის ხო ეხა უფრო მე ძველმოდური კაცი ვარ ჩემთვის ეს არის გული ასე რომ ვინც კარგი მოგწერეთ მოიცა ნინა გწევს რომ კაი მოსასმენი იყო, მაგრამ ცოტა მეტ ანალიზს ველოდი, ვიდრე უბრალოდ თქვენი მხრიდან მოყოლასო. აი მე არასწორ გადაცემას უყურებ, სად ჩვენი ანალიზი ნახე. შენი პავიჩის მოთხრობა ყველას მოეწონა, რომ მოყევი. კიდევ ერთი აქციებიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რომ ალყაში მოაქციეს ბავშვების ზონდერებმა კვამლი რომ გაქრა და არც ერთი მომიტინგი არ დახვდათ, ეგ არის ჩემი საყვარელი მომენტი. ყველა მიტინგი და რაც ოდეს მე ყოფილაო, ეგ იყო ძალიან უცნაური, იმიტომ რომ მეც იქ ვიყავი დილისკენ და რამდენიმე ჟურნალისტი ვდგავართ, აქედან წყლის ჭავლი მოვიდა იქიდან და მე ვცდილობ რომ გავიწიო რომ წყალს რო გაასხამენ არ შემესხას თუ რაღაცა, ერთ მოუტრიალდი და სად არიან? არ არიან. დაყაიშვილის ქუჩაზე ავიდნენ ალბათ, ანუ არა ორთქლებულ ვარ, მაგრამ საყვარელი მომენტიო ერთი სალომეს და ტრამპის შეხვედრაო. ჩემი საყვარელი მომენტია ეს ტტკ წერს, სპაიდერი წერს, რომ ჩემი საყვარელი მომენტი არის გოგონა ფეიერვერკების ტყვიამფრქვევით და პარლამენტის წინ ბიჭი ამ ხტარზე რობოკოპს თავში რო ურტყამს ფეხს, რომელსაც მოქალაქე ძირს ყავს დაგდებულიო. წყლის ჭავლის დარბევის დროს 1000 კაცი რო ჰიუნის სიმღერას იწყებს, ეგ მომენტია ტოპო და გუშინ იყო ძალიან სასაცილო, რომელიღაცა სულ ხო აქციებია ხოლმე. ტელევიზორში უყურებთ რომ ჟურნალისტი მოდის და ეხა გავჩუმდებიო ვაცალოთ ესენი ჰიმს მღერიან რომ ბათუმში იყვნენ და ძალიან ცუდად მღეროდნენ იმიტომ რომ მომღერლები არ იყვნენ ხო იცით ხალხი რომ მოდის იქ და ძალიან საყვარლობა იყო ანუ გან არა მაგრამ ზოგან კარგად ღერია ხოლმე ზოგან ცუდად ეს სწორი გადაწყვეტილება იყო ამ ჰიმნის ტექსტის გამარტივება ნუ ის დიდებას ვერ იმღერებდნენ ესე უფრო არის ხო ნუ თქვენი გელავნახე აქციაზეო ბოჩიკაშვილი სხვა გელა ყავს და უთხარი მეთქი თქვენ ხართ ის დაბადების დღის ტორტი წინაზე ტორტი გვედოაქა და ნიკოს პოდკასტი გაეხარდა და აქ მოკლედ სიყვარული წამოვიდა გირჩი იაგოს მხარდამჭერისგან რაც იშვიათობაა ხოლმე ჩვენგანაც სიყვარული მოგონი გიგა წერს რომ ყველა საყვარელი რაც მოხდავარი კოალას გასეირნება სიდნეის მეტროშიო კადრებს გულისხმობ დანარჩენი ყველაფერი იყო ცრემლები ტკივილი და ფსიქოლოგიური ტრავმები და კიდევ კატა ყავს ოჯახის ახალი წევრიო მოვიკითხოთ კატა
მათ ენაზე იცის თვითონ რაც უთხარი, რა ისაკვნათ, რა დაგვიწერონ კომენტარებში, რა ვთხოვოთ. ზუკა შენი ძალაშია ესე რომ ყოველ მეათეს იწონებ, გინდა არ გინდა არა აქვს მნიშვნელობა. თან ეხლა აქ გადავხედე, მარტო პოზიტიური კომენტარების მოწონება არ არის საქმე. უნდა ისე იყოს დაბალანსებულად გადმოცემული. ახლა უყურე შემდეგი გადაცემისთვის ნიკო სავარაუდოდ გვეყოლება ახალი პრეზიდენტი. ხო? რომელიც მე ახალ წელს მოგვილოცავს. არ ვიცი ხო და იქნება რომ ადეკვატური არის რომ თქვათ მატარებელი რომ დაუდგეს იქ სალონის. მატარებელი არა, იქ კონკა არის, რომელსაც აკეთებდნენ ეს მთელი წელი არის და ხო, ისა არ მოგვილოცავს არ მოგვილოცავზე არ ვამბობ, აი ხო, თვითონაც მე ახლა ესე ჭორის დონეზე და გავრცელებული ინფორმაციით თვითონაც ფეხს ითრევსო და არ უნდა და ალბათ თვითონაც ხვდება რომ არ არის თანამდებობისათვის შესაფერი. როგორი ახალი წელი იქნება? ხო და აი არა, კოცებში აი რომელი იქნებოდა უფრო რელევანტური სხვა. ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად? ეს არის შეკითხვა? ოღონდ კოცების რიგებიდან. თუ სხვა უნდათ, ხო, მოკლედ ვინ იქნებოდა თქვენი აზრით კიდევ უკეთესი კანდიდატი? აი ესეთი ტონით, რომ თუ გინდა კიდევ უკეთესი ირონიულად გაიგეთ, თუ გინდა არაირონიულად. ჩვენ დაგემშვიდობებით? ხო, დავემშვიდობებით. იმის იმედად რომ არა ის როგორ ჩაახშოს, მოაშთოს, გააქროს ეს ხალხი ქუჩებიდან, ამაზე კი არ იფიქროს, ვისაც ძალაუფლება უყრია ხელში, არამედ რაღაცნაირად, სხვა მეთოდებით, სხვა გზები ეძებოს და რაღაც სხვადასხვნები გამოიტანონ, რომ არასწორად გაგვიგეს, ნუ აღარ არის ეს არგუმენტი რა და ნაციებძვის კოდს აღარც ეს არის არგუმენტი. ვისაც არ ესმის, უნდა გაიგოს. ჩაკეტილი, თავისუფალი იყოს. შავი. და ჯერონიმო. არა ჯერონიმო, მან ჯოკერი არის მე მგონი. ანუ ჯერონიმოც არის ხოლმე სიმღერებში, მაგრამ მაგ კონკრეტულ სიმღერაში თუ არის. აი ხედა, შეიძლება იყოს არ მახსოვს. აი, ესე უნდა მუშაობდე კარგი პროპაგანდა, ნიკო, შეიძლება ვერ გააბათილოს არგუმენტი, მაგრამ ეჭვი გააჩინოს. ეჭვი გააჩინოს, თავისუფლად შეიძლება რომ მაგ დროს ქონდა ზოგი სიმღერა ჯეროსთან ერთად იყო და ზოგი ჯოკერთან და ზოგი კიდევ ვისთან და ვისთან. დავამთავროთ ზუკათო. მადლობა ყველას ვიყურეთ, იგი რა. უღრმესი მადლობა.